ფეხბურთს საერთოდ არ ვუყურებ, აი არ მაინტერესებს, არ მიყვარს მოკლედ, ხო და ერთ დილასაც ერთი 2-3 დღის წინ იყო რა. ასე ვთქვათ, სკროლავდი ტელევიზორს არხებს და რაღაცა წამიერად დავიჭირე ფეხბურთის კადრს საჩვენებდნენ და აი ეს მოხვდა თვალში. ფეხბურთის თამაში იყო 50 წამიანი ვიდეო და აბა დააკვირდით რა უცნაურობას ხედავთ აი ამ თამაშის მიმდინარეობისას. საქართველოს ეროვნული ლიგის მეათე ტურში ქუთაისის ტორპედომ გაგრას დაძაბულ შეხვედრაში მოუგო 28 წუთი ანგარიში თავური დარტყმით ბიორ ნიონსენმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. ამის შემდეგ სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, რამაც შედეგი გამოიღო. 72 წუთზე ვანდერსონ სილვამ ასევე თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მატჩი ახლოს იყო საყაიმო ანგარიშთან, მაგრამ 99 წუთზე იმერლებს ცოტნე ფაცაცია მოაგებინა, რომელმაც საჯარიმო დარტყმით გაიტანა და საბოლოო შედეგი 2-1 დააფიქსირა. ტორპედომ 12 ქულა დააგროვა მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში იბერია შეხვდება, ხოლო გაგრა 10 ქულით მერვეა და წინ დილასთან მატჩი ელოდება. რას დააკვირდით, აბა რა მოხდა თვალში? რა იყო აქ უცნაური? 22-ში 4 არის 18%. 22 კაცში 4 თამაშობდა ბანანიჭამია ვიღაცა. უცხო ტომელი ჩამოთესლებული აქ საქართველოში. ბიჭო, ქუთაისის ტორპედოში ბაბუინებს რა უნდა გამაგებინეთ, ბანანიჭამიებს რა უნდა. ის მეორეს გაგრა ერქვა, ხო? ხო, ან იმ გაგრაში. 20% რუსებს რო ოკუპირებული აქვს, მიწა ეგ არ გვეყოფა. ახლა თვითონ ადამიანების ოკუპაცია მიწა, ანუ ფეხბურთი ახლა ინდიკატორი კი არ არის მთელი ქვეყნის, მაგრამ ქალაქში გაიარეთ რაც. მასია ყველგან ის ხალხი რაღაცა ხომ მუშაობს. კომპანიებში რაღაცა. ამისინ კურიერებზე რო დავდე. რა მარტო კურიერებში კი არ არის პრობლემა. აგერ ხო ხედავთ ფეხბურთში ბიჭო, რაცა უნდა მაგრად თამაშობდეს ახლა ის ბანანიჭამია. ქართველმა ბავშვებმა რა და ანუ ვიღაცა 2 ქართველი თუ ამ შემთხვევაში 4 ქართველი ბავშვი ხო დაიჩაგრა. ნუ აღა ბავშვი ახლა უკვე დიდები არიან, მაგრამ თავის დროზე ბავშვები ხო იყვნენ ეგენი კაცო. ანუ 4 ქართველი ხო ფეხბურთის გარეთ დარჩა, იმ კლუბის გარეთ ხო დარჩა იმ მათი მიღების გამო. აი იმ კლუბის მეპატრონეები ვინც არიან თუ რაც ქვიათ, მაგათ ახლა არ ვერკვევი ფეხბურთში. ახლა სხვა კლუბებში ალბათ ანალოგიური სიტუაცია არ ვიცი მოკლედ, მაგრამ ალბათ მასე იქნება. ამ ბანანიჭამიებით ნელ-ნელა იფსება ეს და ნაკრებში დაიწყებენ ალბათ 10 მოწვევას. ნაკრებში თუ ყავს ეგეც არ ვიცი. ქართველი ხო იჩაგრება იმათი მიღებით, რაც არ უნდა მაგრად თამაშობდეს, მოკლედ. ქართველი ხო გეჩაგრებათ. ამაზე არ ფიქრობთ, ბიჭო, თქვენ აი კლუბის მეპატრონეები მიცხართ. რა უნდა ამ ხალხს ქართულ ფეხბურთში რა უნდა, ბიჭო, აგებს. ალბათ გამოხვალთ ვიღაცა სირისტიანი ლიბერალისტი და შენ რასისტი ხარ რომ მეტყვი. ხო, კი, უნდა იყო დღეს რასისტი, თორე გადავჯიშდებით, გადავგვარდებით, გადავშენდებით, მაყურებელიც აღარ დარჩება თეთკანიანი მალე. აი ამას რო უყურებ, ახლა ქართველი თუ ხარ. მოწოდებით, ცნობიერებით, სისხლით, ძვალით, ხორცით. ამაზე ნერვები რანაირად არ უნდა მოგეშო. ფეხბურთი მაგრამ კიდია, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ფეხბურთი რა შუაშია ვაფშე. აი საქართველოს ხო იჩაგრება ამ შემთხვევაში. მოდი და ნუ იქნები ამის მერე რასისტი რა.